დაკავებულია ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარს განუცხადეს, რამიშვილის სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. ცნობილია ის, რომ რამიშვილი რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენებისა და კობახიძის შეხვედრას არ ესწრებოდა. ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი არასაჯარო წერილი გამომიგზავნა. ეს განცხადება რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა. რობინ დანიგანის თქმით, წერილი ვაშინგტონში უკიდურესად ცუდად მიიღეს. დიპლომატის თქმით, პასუხის გადაცემა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პირადად ივანიშვილისთვის თხოვა, თუმცა ივანიშვილი ელჩს არ შეხვდა. მსახიობსა და მუსიკოს ვანო თარხნიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სახლთან დახვდნენ და სცემეს. თარხნიშვილი მომხდარს ერთ-ერთ ფაბში ოლე ოლას სიმღერას უკავშირებს. უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ინიციატივით რუსულ ფინანსურ სქემაში ჩართული 60 იურიდიული და 73 ფიზიკური პირი დაასანქცირა. სანქციების დიდი ნაწილი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სქემებს ეხება. ახლა, როდესაც რუსეთის ტრადიციული ფინანსური არხების უმეტესობა დაბლოკილია, ისინი კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე გადადიან, აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, სიაში მყოფი ერთ-ერთი კომპანიის დახმარებით მხოლოდ ამ წელს რუსებმა მათი სამხედრო მრეწველობისთვის რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღეს.